ცხოვრების რაღაც ეტაპზე დიდი ალბათობით ყველა აღმოჩენილ ხართ ისეთ გამოცდაზე, სადაც თქვენს გვერდით არსაიდან ჯდება ადამიანი. იღებს პასტას, ფანქარს, ფერად ფურცლებს, წებოს, 5-30 ძრავის ზეთს, შენ ომში დაკარგულ დიდ ბაბუას და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ შენ ადამიანმა, რომელმაც ამ გამოცდის შესახებ გუშინ ძილის წინ გაიგე, ნათხოვარი პასტით უკეთესი შედეგი დადო იმ კბილებამდე შეიარაღებულ ადამიანზე. ჩათვალეთ, რომ თქვენ ნებისმიერი ფორმულა 1-ის საშუალო გუნდი ხართ, ხოლო ის არსება მწვანეებში გამოწყობილი ასტონ მარტინია, რომელიც ამ გამოცდას მეხუთედ მხოლოდ იმის იმედით აბარებს, რომ ამ ცდაზე მაინც შეცვლის რამეს. ეს ადამიანი ცუდი ნამდვილად არაა. უბრალოდ არაკომპეტენტურია. კომპეტენტურს ნუ მეძახი. ასტონი არის გუნდი, ნამდვილი ფულით, ნამდვილი ინჟინრებით, ნამდვილი ამბიციით და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტით, რაც სპორტს საერთოდ უნახავს. მომენტ 2 ყავთ ეგეთი. 3 ასტონ მარტინი არ არის ისეთი გუნდის ისტორია, რომელიც უკვე მრავლად აქვს მოყოლილი არხზე. ესენი მართლაც ცდილობენ, მაგრამ შედეგად ყოველ ჯერზე რაღაც საშინელებას იღებენ. ეს არის ისტორია გუნდზე, რომელიც უზარმაზარი რაოდენობის ფულს ხარჯავს. გუნდში იყვნენ შემდგარ სტარებს და საბოლოოდ მაინც გარდატეხის ასაკში მყოფ ახალგაზრდაზე არაპროგნოზირებად მანქანას აკეთებს. ჩაები და ყავები მოითქით, ეს საცოდაობა მალე არ დამთავრდება. ყველანაირი ისტორია ვიღაცის გაკოტრებას რო უკავშირდება, ეგ ხო ნაცნობი ფაქტია თქვენთვის. ჩვენ Force Indias პრობლემებიდან ვიწყებთ ასტონ მარტინის დაღმასვლას. ვიჯეი მალია კოტრდება და ვარდისფერ გუნდს ყიდულობს ლორენს სტროლი. ხოლო თუ 2018 წლის მერე ქვის ქვეშ ცხოვრობთ და თქვენი მეგობარი მზარეული ღრუბელია, მაშინ ვეცდები უცებ დაგაციოთ ამ ყველაფერს. კანადელი მაყუთა ბიზა ფლობდა ან დღემდე ფლობს ისეთი კომპანიის წილებს, როგორებიცაა სარბოლო გუნდი პრემა, რომელიც ფორმულა 2-ში, 3-ში, ინდიში და ქვედა სერიებში გამოდის. მაიკლ კორსი, ტომი ჰილფიგერი, რალფ ლორენი, პიერ კარდენი, თვითონ კომპანია ასტონ მარტინის წილის 30%-ის ფლობელია და ამ უფლებებს იყენებს იმისთვის, რომ თავისი ფორმულა 1-ის გუნდს ასტონ მარტინი ერქვას. ამ კაცს თავისმა შვილმა უთხრა ეს მინდაო და ამანაც კიო მამიო რა პრობლემაო და დღეს მაგით უყავს გრიძე მამაშვილი სტროლი. აიც ვერ გავამტყურებ მე ამ კაცს. ხალხი მოდის სპორტში, სახეს იღებს, ქვედა სერიებში გუნდს აკეთებს, მერე ფინანსებს ეძებენ. ლოურენსი ადგა და გამზადებული პროექტი იყიდა, რომ ნოლიდან არ დაიწყო. გუნდს რებრენდინგი გაუკეთა, ალონსო მოიყვანა, მერე ნიუი და ისეთი ქარხანა აშენა, ჟურნალისტები მიდიან, უყურებენ და უკან მოდიან გაკვირვებულები. ნახეთ, 5 წელიწადში შეძლებულა, ხო გაკეთება. 2021 წელს ვარდისფერი რეისინგ პოინტი ასტონ მარტინად გადაკეთდა. მისია დასახული იყო და ეს მხოლოდ საშინელი ვარდისფერი ფერის ბოლიდიდან გემოვნებია მწვანეზე გადასვლა არ ყოფილა. ეხლა რო არ მეზარებოდეს უნდა ავდგე და მწვანე მაიკა უნდა გადავიცვა, მაგრამ მეზარება. ეს იყო პროექტი, ამბიცია. განაცხადი იმაზე, რომ ფული და სპორტის მიმართ ინტერესი საკმარისია თანამედროვე ავტოსპორტში კონკურენტუნარიანობისთვის. მართლა სერიოზულად შეუდგა ლოურენსი თავის საქმეს. უმაღლესი დონის ქარის გვირაბი, გაფართოებული ინფრასტრუქტურა, პილოტების პროგრამა და იმხელა ბაზა ფორმულა 1-ის პარალელურად კოსმოსის გამოსაკვლევადაც რო გამოიყენებ. ფურცელზე კიდე ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ 4-5 დეველოპმენტის ციკლის ჩახურვის მერე ნამდვილად საჩემპიონო მასალა უნდა მიგვეღო. უბრალოდ შედეგად სველი წყალი მივიღეთ. ტრიუმფთან ეს გუნდი ყველაზე ახლოს 2023 წელს იყო. ლოურენს თავისი შვილისთვის მხოლოდ საუკეთესო მენტორები რომ ემეტება, მაგას გუნდელებითაც მიხვდებით. 21-22 წლებში 4 გზის მსოფლიო ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ყავდათ. 23-დან კი ფერნანდო ალონსომ გადაიბარა გუნდში ჩემპიონის ადგილი. ზუსტად სამურაის პირველი წელი იყო რაღაც არაამქვეყნიური ასტონში. სეზონის პირველ ეტაპზე ბაჰრეინში ალონსო კვეთს ფინიშის ხაზს მესამე ადგილზე. ხალხი ვშტერდებით. ინტერნეტი ფეთქდება. ნუ თუ მართლა შეძლო ასტონმა და მანქანა გააკეთა. თან გავითვალისწინოთ, რომ წინა წელს მე-7-ზე აქვს დამთავრებული და იმასაც ვერ ვიტყვით, მარტო ალონსო იყო შეუდარებელი. ამავე რბოლაში უხელებო ლენს სტროლი მე-6 ადგილზე გავიდა და ჯორჯ რასელს გაასწრო. თითქოს გუნდში ყველას მეორეს უნქვა გაიხსნა. უბრალოდ ყველაფერი მალევე მორჩა. არა, ცუდად არ გამიგოთ, 2023 მართლა ძალიან მაგარი ჰქონდათ. ის კი არა, რბოლის მოგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ მონაკოში. სტრატეგიას ველოსიპედის ახლიდან გამოგონება რო არ დაეწყო. ალონსო სეზონის პირველ ნახევარში პოდიუმიდან არ ჩამოსულა. გულშემატკივრებსაც ახლა ლეგიტიმური კითხვები გაგვიჩნდა. ეს ნამდვილია? იქნებ ესენი არიან ახალი ტიტულისთვის მებრძოლები? იქნებ ესენი შესძლებენ Red Bull-თან დაწევას? ამ კითხვებზე პასუხი კიდევ სეზონის მეორე ნახევარში მოგვეწია. არა, არ არის ნამდვილი. არა, არ არიან ტიტულებისთვის მებრძოლები. ნაწილობრივ ჩეკოს დაეწია ალონსო. ადრეული შთაბეჭდილება ჩვეულებრივი იმედგაცრუება აღმოჩნდა. ასტონ მარტინმა თავის მანქანაზე იმუშავა მხოლოდ სპეციფიურ პირობებში. მხოლოდ კონკრეტულ ტემპერატურებზე, კონკრეტულ დაუნფორსის სეტაპებზე და კონკრეტულ საბურავებზე. ეს დაიმახსოვრეთ, კიდე გაგახსენებთ. რასაკვირველია, ამ ყველაფერს განვითარება არ ჰქონდა. რა უნდა ეკრათ 27 გრადუსზე მედიუმებით მაღალი დაუნფორსის ტრასაზე. ფიზიკურად ვეღარ წავიდოდნენ მეტაჩქარა, მაგრამ აი 30 გრადუსზე სოფტებით საერთოდ ვეღარ იყვნენ კონკურენტუნარიანები. ამას დაუმატოთ ისიც, რომ სხვა გუნდებს გაწერილი გეგმა ჰქონდათ, როგორ უნდა მოემატებინათ სეზონის განმავლობაში. Red Bull-მა სტანდარტულად ახალი მანქანა გააკეთა შუა სეზონში, Mercedes-ი რაღაცას მიხვდა, Ferrari-ც იქვე რაღაცას იმას შვებოდა. ასტონს
ალონსოს კიდე შუქნიშის გამოყენება დაუწყდა და თავიანთ წვანევე ფერზევე გაჩერდნენ. დეველოპმენტი ლათინური სიტყვაა და ასტონურად პროცესის გაჩერებას ნიშნავს. განახლებების ტემპი შემცირდა. მანქანაზე ახალი ნაწილები ყენდებოდა, მაგრამ არაფერ შვებოდა. იმის მაგივრად რომ კონკურენტებთან ჩამორჩენა შეემცირებინათ, უბრალოდ პროცესს მიიყვნენ, ხელი ჩამოართვეს და მეგობრულად დაიშალდნენ. 2024 სეზონიც იგივე ნოტაზე დაიწყეს. უბრალოდ ამომავალი კონტენდერის დევიზი შეცვალეს და ჩვენ მომავალ გუნდს ვაშენებთზე გადავიდნენ. ეს სტანდარტულ ფორმულა ერთულად ნიშნავს, ჩვენ აზრზე არ ვართ მანქანას რა ჭირს და თქვენც ვერ აგიხსნით. უბრალოდ რაღაც ნახაზები გვაქვს და იმას ვიზამთ. უბრალოდ ეხლა ცოტა მალაპარაკეთ ფერნანდოზე. იმიტომ რომ ეს კაცი ამას იმსახურებს. ალონსო არის სპორტის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე all-around შემდგარი პილოტი, ვინც ბოლიდში ჩამჯდარა. ორგზის ჩემპიონი, 20 წლიანი კარიერა. გამოწვეული შედეგები არარეალისტურად ცუდი მანქანებიდან და ტექნიკური ფიდბექი, რაც დეველოპმენტის პროცესს ინჟინერებს ერთიორად უმარტივებს. ეს კაცი მანქანას არ ატარებს. დაკითხვას უტარებს 350 კმ/სთ-ზე და შემდეგ ზუსტად ეუბნება გუნდს რა უნდა გააკეთონ. თეორიულად ამ კაცის მოყვანა გუნდში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ფული გაქვს, ინფრასტრუქტურა გაქვს, ამბიციაც იქვია. ლოგიკურად ახლა გჭირდება გამოსილი კადრები, ვისაც არაფრის სწავლება არ დასჭირდება და მეტიც. აქეთ გეტყვის რა ჭირს ბოლიდის ძირს. მაგრამ მაინც ადამიანობამდე დავდივართ. ეს კაცი არც ჯადოქარია და არც გრიდის შუაზე გაყოფა შეუძლია სასწაულის ხარჯზე. ასეთია ჩვენი სპორტი. მანქანა თუ არ მუშაობს, შენც ვერაფერს ვერ იზამ. ერთ წელზე მეტნაკლებად ადეკვატური იყო მანქანა. ესეც გამოსილების ხარჯზე რაღაცას აკეთებდა. უბრალოდ ქულები კვირას იწერებარ ბოლაზე. სადაც ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი ასტონს ეხვეოდა თავს. საბოლოოდ ფერნანდოს და ასტონის კოლაბი ჩამოყალიბდა ერთ ჩვეულებრივ ჩარჩოში ჩასადებ მომენტად, სადაც ამ მოხუც საჭით ისეთი რაღაცების კეთება უწევდა, რაც მოკვდავ ხალხს არც დაესიზმრებოდა. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ მაინც საფეთქლის ზელვით და თვალების სრესვით მთავრდება. თანამედროვე ფორმულა 1-ში წინა პლანზე წამოიწია ხალხმა, რომელიც ერთი შეხედვით აქამდე ყურადღების ცენტრში არ იყო. უკვე ვიცნობთ ყველა საბოლოო ინჟინერს, პიტსტოპის ამწეს, ვიღაც გოგოს პადოქში, მაგრამ არსებობს ადამიანი, ვინც ყველა მიცოდა მაშინაც და ახლა მით უმეტეს. 2024 წელს დაიდო ინფორმაცია, რომელმაც მანქანებს და განახლებებს ცოტახნით მოგწყვიტა. თან ცოტა გამოგვაშტერა კიდევაც. ედრიან ნიუი, ალბათ ისტორიაში საუკეთესო შასის დიზაინერი და აერომანიაკი, Red Bull-დან მიდის. კაც რომელსაც იმდენი მანქანით აქვს ტიტული მოგებული, რამდენიც საშუალო სტატისტიკურ ინჟინერს კარიერის განმავლობაში არც უნახავს. 2025 წლიდან ეს კაცი ასტონში გადაბარგდა. უბრალოდ რეალობას მაშინ თვალებში არავინ ჩახედა. გარდა იმისა, რომ ეს კაცი ჰაერს ხედავს და ეგეთი რაღაცეები, სრულიად ინჟინერული პერსპექტივით რომ შევხედოთ, ვიღაცის გაკეთებული მანქანის აჩქარება შეუძლებელია. ახლა უფრო მარტივად აგიხსნით. სამზარეულოში რამეს რო აკეთებენ და გეტყვიან გააგრძელეო. ის კერძი ხო ვერანაირად ვერ გამოვა კარგი, თუ შენი დაწყებული არა. წინა რეგულაციებში ჩარევაზე ნიუიმ კატეგორიული უარი განაცხადა და ჩემი თავი გენაცვლოთ, მე შემდეგი წლიდან შევბერავო. უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ ახალ რეგლამენტზე მორგებას გუნდები გაცილებით ადრე იწყებენ, ვიდრე ნიუი მივიდა ასტონში. იმათ თავიანთი ნახაზები ჰქონდათ, რაც დიდი ალბათობით ავატარმა ანგმა დაიწუნა და ეს ყველაფერი რასაკვირველია დროში გაიწელა. რაც მივიღეთ კიდე აგერ გვაქვს სახეზე. მაიამიში სპრინტის კვალიზე ასტონ მარტინის ბავშვი ფორმულა 2-ით უფრო სწრაფი იყო, ვიდრე ორივე ფორმულა 1-ის პილოტი. ალონსო ბოლის მერე გამოვიდა და ამ მანქანით მეხუთეზე თუ გავალ იმ საღამოსმე წავალ სპორტიდანო. მინიმუმ 2027 წლის შუამდე არაფერს არ ელოდოთ. სხვაზე რამის გადაბრალება ხო ყველაზე მარტივი რაღაცაა. ხო და მოდი გადავიდეთ იმაზე, რასაც თელი ასტონი ბოლო 3 თვეა აწმინდავს ხელს. წლების განმავლობაში გუნდი მერსედესის სამათხოვრო გუნდი იყო. ვერცხლისფერი ისრები ბიჭებს აძლევდნენ ძრავებს, კოლოფებს და კიდევ წვრილ ნაწილებს, რაც სყიდვადია. ყველაფერი მშვენივრად იყო. ინსტრუქცია გასაგებენაზე ეწერა. გასაგები სოფტები მოყვებოდა ნაწილებს. უბრალოდ, როდესაც შენი მოწინააღმდეგე და ჩვენ ვიცით, რომ ასტონს მოწინავე ადგილებისთვის უნდა ბრძოლა, შენი მომწოდებელია, ცოტა რთულდება სიტუაცია. ზუსტად ამის გამო იპოვა ასტონ მარტინმა ჰონდა. 2026 წლიდან ფორმულა 1 თავიდან ბოლომდე გადაკეთდა. შეიცვალა აერო და საზარე მოწყობილობა. გაიზარდა ელექტრული წილი, შეიცვალა შიგაზვის ზრავის ბალანსი და 180 გრადუსით გადატრიალდა ჰიბრიდული სისტემა. ასტონ მარტინი კიდე ამ ყველაფერს ჰონდასთან ერთად შეხვდა. სუფთა ტექნიკური კუთხით რო შევხედოთ, ყველაფერი სწორია. ჰონდამ თავის სერიოზული ძრავების მწარმოებლად დაგვამახსოვრა ბოლო წლებში. Red Bull-თან ერთად ყველაფერს რო გადაუარა და Mercedes-ის ბოგინი დაამთავრა. მაგრამ ყველაფერი საშინელება ჯერ კიდევ წინ არის. ოფიციალურად სეზონი დაიწყო დახურულ ტესტებზე ესპანეთში, სადაც ფორმულა 1-მა ბარსელონას ტრეკი 5 დღით დახურა და თითოეულ გუნდს 3 დღე მისცა თავიანთი ბოლიდის გასატესტად. ლოგიკურად გუნდებს ხომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენებინათ ეს ტესტები. კი, გამოიყენეს. უბრალოდ ასტონ მარტინმა მანქანა ჩაიყვანა 4 შაბათს საღამოს და ტრეკზე 5 შაბათს დღის მეორე ნახევარში გავიდა. აი აქედან უკვე მივხვდით, რომ რაღაც ისე ვერ იყო. და გაიხსენეთ ამ ყველაფერზე 31 იანვარს რა ვთქვი. 5 წლიანი თანაცხოვრების მერე ასტონ მარტინი საქმიდან გავიდა. თავისი უსაფრთხოების და სამედიცინო მანქანებით. საკმარისად ჩქარები არ ყოფილან. ისინი და ასტონ მარტინ რეისინგი როგორი იქნება? რატომღაც ესენიც რო იგივე გზას გაუდგნენ. სტროლმა 5 წრე დაარტყა და 20 წამით იყო ტემპიდან ამოვარდნილი. და რაც ყველაზე მთავარია, ძრავის გახეთქვის იმდენად ეშინოდა ასტონში. მანქანა ნახევარი სიმძლავრით გაუშვეს. ამას კიდე ის ლურჯი განათებაც მოწმობდა. მეორე დღეს ალონსო მიკატავა და მაგანას დიდად საინტერესო ვერაფერი. სწორედ მithქვამს ასტონზე. ასე იყო თუ ისე უცნაურ საიტმოდებიანი
ასტონის ვიხილეთ. ძრავის ხმაც გავიგეთ მუშა რეჟიმში როგორია. მე ასტონმა ფოტოების გამოგვიგდო. აჰა, მართლა ჩვენ ვართო. მე ხო პროფესიონალი ექსპერტი ვარ. ვუყურებ ამ მანქანას და ისე რა. ძლივს ეს ტესტები დაამთავრეს და მე ბაჰრეინში წავიდნენ. სადაც რეალურად უფრო მომზადებულები ჩადნენ. ეს ჩვენთვის თორე ტესტებზე გავიგეთ რომ მანქანა ვიბრირებდა. არა, ვიბრაცია ნებისმიერი მოძრავი ობიექტისთვის თამდევი პროცესია. უბრალოდ ესენი ძალიან შვებოდნენ. ძალიან. იმდენად ძალიანო სერიოზული რისკი არსებობდა ნერვების დაზიანების. თუ 25 წრეზე მეცივლი და ალონსო და სტროლი 15-ს 2023-ში მაჯის ოპერაციის გამო. და თან ეს ვიბრაცია არა მარტო პილოტებს, არამედ ელემენტის დატენვასაც უშლიდა ხელს. უმეტეს შემთხვევაში ძრავიდან წამოსულ ვიბრაციას შასი თანხავს და შემაწუხებლად არ ხდის. შასი კიდე ის ნაწილია, რომელიც ედრიან ნიუიმ დააპროექტა და როგორც ჩანს, საკმაოდ აგრესიულადაც. იმდენადაც კი, რომ შასი და ძრავი ერთმანეთს უარყოფენ. ჩემი აზრით, თავარი პრობლემა შასის და ძრავის სხვადასხვა ადგილებში დაპროექტება და აწყობა. დაახლოებით ის, რაც ალპის სჭირდა. საფრანგეთში გაკეთებული ძრავი ბრიტანეთში აწყობილ მანქანას რო არ ერგებოდა. ბრიტანეთში Silverstone-ზე აწყობილი Aston Martin უნდა აღჭურვილიყო იაპონიაში Honda-ს ქარხანაში აწყობილი ძრავით. ეს ყველაფერი ვიცოდით მას შემდეგ, რაც Honda-მ სხვა კონსტრუქტორებთანაც მოინდომა ურთიერთობა და Red Bull-მა იუარა. ასე რომ Honda ძმა ბიჭებს გამოიყო და საკუთარი სასტობრო გახსნა. Aston Martin-მა კი გადაწყვიტა, რომ ჩემპიონი ვერ გახდებოდა თუ საქარხნო გუნდი არ იქნებოდა. Mercedes თავისი ძრავები უკან დაუბრუნდა და ექსპერიმენტის ნაწილი გახდა. ძრავების დაპროექტება გუნდებმა გაცილებით ადრე დაიწყეს, ვიდრე სეზონი დაიწყებოდა. ლოგიკურად Aston Martin-დან გინმეს ხო უნდა შეემოწმებინა, რას აკეთებდნენ მათი ახალი ძრავის მომწოდებლები. 2025 წლის ნოემბერში, 3-4 თვით ადრე სეზონის დაწყებამდე, საკურაჟი პირველად ჩავიდა Aston Martin-ი, რომ ძრავის პროგრესი ენახა. ბრიტანელებმა ზუსტად მაშინ გაიგეს, რომ Honda-ს Formula 1-ის ქარხნის განყოფილებაში ხალხი უკვე კარგა ხანია აღარ მუშაობს და სტაჟიორებზე დგა სამხილავ დეპარტამენტი. საქმის გამკეთებელი ხალხი კიდევ Red Bull-ს აუღანია. მაშინ, როდესაც საკუთარი ძრავების წარმოებაზე გადავიდნენ Honda-ს დახმარებით 2022 წლიდან. ანუ ჯერ რა შედეგს დადებდნენ კაცმა არ იცოდა და მე გაიგეს, რომ თურმე საერთოდ ნორმალური თანამშრომლები აღარ არსებობენ ქარხანაში. 30% არის იმ ხალხის დარჩენილი, ვინცაც Red Bull-ის ძრავზე ჰქონდა ნამუშევარი. მანქანას აშკარად ეთყობა, რომ ნაფიქრი და ნაძვალებია. Adrian Newey სტანდარტულად შექმნა მანქანა, რომელიც გათვლილია სისწრაფეზე. არ ვიცი შეგიმშნევია თუ არა, მაგრამ გაჩერებული ბოლიდის ყველა ღიობში გუნდის მექანიკოსები ცივ ჰავერს უშვებენ. იმის გამო, რომ მანქანა არ გადახურდეს. ხოლო 300 კმ/სთ-ზე გადაადგილებისას ამ ადგილებში ჰაერი შედის და ისე გრილდება მანქანა. ხოლო თუ ის ქვის ქვეშ გძინავთ, გეტყვით, რომ ეს Aston Martin-ის სწრაფად ვერ დადის. ანუ ძრავი და შიდა დეტალები სათანადოდ არ გრილდება. სწორედ ამან და ვიბრაციება გამოიწვია ის, რომ პირველ ბოლაზე გუნდი სარეზერვო ელემენტის გარეშე დარჩა. ამასთან ერთად პრობლემა ისაა, რომ Adrian Newey-ის ძალიან კომპლექსური და ერთმანეთზე ჯაჭვულად გადაბმული შასის დიზაინი აქვს შექმნილი. გარეთა დეტალები ზუსტად 100 ერთმანეთზე არიან დამოკიდებულები. ანუ წინაფრთა კარგად უშვებს ჰაერს საიდბოდისკენ, საიდბოდი კარგად ერგება შასის გვერდითა ნაწილს, მასზე გადმოსული ჰაერი უკანაფრთაზე კარგად ნაწილდება, რომელზეც დაკიდების სისტემაა პირდაპირ დაკავშირებული. ახლა წარმოიდგინეთ ერთი მცირედი დეტალი მაინც რო შეცვალო, რა დატრიალდება. გაიხსენეთ, რატო შავარდა 2023 წლის Aston Martin-ის პროექტი? დიახ, არანაირი ლავირების საშუალება არ გააჩნდათ. ისე გამომივიდა ახლა მეც Honda-ს შევაწმინდე ხელი, მაგრამ საშინელი Honda ბევრჯერ გვინახავს. საშინელი Newey-ის მანქანას გვინახავს, მაგრამ უფრო ალბათ მაინც Honda-ს ბრალია. ან იქნებ Alonso აბოიკოტებს McLaren Honda-ს პროექტის გამო იაპონურ კომპანიას. მოიჩქარეს მოუგვიანდესო ნათქვამია და Newey-მ ძალიან ადრე მოინდომა სატესტო მანქანის წინ გაფრენა. შედეგად რაც მიიღო კი ვნახეთ ამ სეზონში. მწვანეებს ავსტრალიაში თითქმის პრაქტიკებზე არ ცულიათ. კვალიფიკაციაზე მარტო Alonso გამოვიდა და პირველივე სეგმენტში ჩარჩა. რბოლაში მე-15 წრეზე Alonso-ს დააპიტინეს ტექნიკური პრობლემის გამო. მერე 25-ზე კიდე გამოუშვეს მანქანის გასატესტად. 10 წრით იყო გალაპული კი. მერე 35-ზე კიდე შეიყვანეს და ორში სტროლის უკან მიაღოლეს. გუნდმა იმდენად ბევრი პრაქტიკის დრო დაკარგა, რომ მანქანას პირდაპირ კვირას გრან პრიზე ტესტავდა. იგივე იყო ჩინეთში, ისე ორმაგი DNF-ი და სწავლა რბოლის ნაცვლად. Suzuka-ს რბოლაზე კიდე საერთოდ Alonso-ს ბავშვი შეეძინა და პირველ პრაქტიკაზე ჯერ Crawford-ს დაუთმო თავისი ბოლიდი. რა თქმა უნდა, ახალგაზრდებიც ისე უნდა დაიტანჯონ როგორც თვითონ. კვალიფიკაცია 22-21. Alonso ბოლომდე იარა, სტროლი შუაში გამოეთიშა. ხოლო მაიამიში კადილაკებში გაერივნენ მწვანე ბიჭები, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ორივე რბოლებმა დაასრულა ეტაპი. მანქანა არაფეთქებულა. პილოტები ცოცხლები არიან, უკვე პროგრესია. ალბათ. და ამ ყველაფერს რა უნდა ეშველოს? პირველ რიგში შიდა სამზარეულომ უნდა გაარკვიოს რა ჯანდაბა ხდება მათ თავს და რეალურად რაშია პრობლემა. ეს სხვადასხვა კარგად მიდის. პილოტები უკვე რბოლას ასრულებენ, თან თელები, თვითონაც და მანქანებიც. რეალურად გუნდი ყველა პოზიციაზე არანორმალურად გამოსილი კადრებითაა დაკომპლექტებული. ყავთ ფულიანი უფროსი სტროლი, თავარი ინჟინერი Adrian Newey, Andy Cowell, კაც რომელსაც Mercedes-ის ძრავის პროგრამა ებარა ოქროს წლებში. ბებერი, მაგრამ თითქმის მთელ გრიდს რო ჯობია ეგეთი Fernando Alonso. და რაც ყველაზე მთავარია, мотиваცია აქვთ. ცოტათი Ferrari სიტუაციას კი გავსაკავრობა, მაგრამ ესენი სკუდერიასგან განსხვავებით განვითარებას მაინც ცდილობენ. არ ეგუებიან იმას, რაც აქვთ
და უკეთესი უნდათ და თავის ვარსკვლავთ ბიჭუნა კიდე ტირილამდე არ მიყავთ. რეალურად სიტუაცია იმაზე გაცილებით კარგადაა, ვიდრე ჩანს. უბრალოდ დროში გაწერილი პროცესია, რომელიც შედეგს სადღაც აუცილებლად გამოიღებს. შეიძლება სეზონის მეორე ნახევარში, შემდეგ წელს. ასტონ მარტინის გამონათებები რო ჩვევი ეს უკვე გვინახავს. ამჯერად უფრო გამოცდილი სტაფის რომ ყავს, ეგეც უკვე ვიცით. ერთადერთი რაც რეალურად სჭირდებათ არის წინასწარ რაც შეიძლება გრძელი გაწერილი გეგმა, რომელსაც სათადარიგო გეგმების ექნება აუცილებლად. ზრავის განვითარების შესაძლებლობებსაც რომ მიიღებენ, ამაზე ორი აზრი არაა და შეიძლება ორ მაგსაც. ფული არის, ხალხი არის, მონდომება არის, ლამაზი მანქანა არის და რაც ყველაზე მთავარია იმედი. ახლა ვხედავ როგორ ვარიაქტებ ჩემ თავს შემდეგი სეზონის დასაწყისში, როდესაც ფერნანდო ალონსო უკვე სპორტიდან არის წასული, სტროლი ჩოგბურთს თამაშობს, ნიუი გიჟის ხალათით ვიყავთ და ენდი ქაუელი იაპონურს სწავლობს იმისთვის რომ ჰონდა სტაჟიორებს დაელაპარაკოს. ფერნანდო ალონსოს გულშემატკივრებს ჰოპიუმი არ მოგაკლა სტეფანო დომინიკალი. გაკოცეთ ჩუბზე, აბა ჰეთ, აბა ჰოთ.